ადამიანების გარკვეული ნაწილი საკუთარი რთული მდგომარეობიდან გამოსავალს ეძებს მაგალითად მაგიაში, ეზოთერიკაში, მანტრებისა და აფირმაციების განმეორებაში, ასევე ეძებს იმ ინსტრუმენტებსა და რიტუალებში, რომლებიც უხვად მოგვეპოვება. აი დღეს მე მინდა გესაუბროთ ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გასაღებზე, რომელიც თავიდან აგარიდებთ ამ ძებნას. თქვენ შეგიძლიათ რა თქმა უნდა განაგრძოთ ეს ძებნა, თუ კი სხვა საკითხების განმარტებაც გსურთ, მაგრამ მე გთავაზობთ ყველაზე მოკლე, ეფექტიან და მნიშვნელოვან გზას, რომელიც გამოიხატება ასე. ნახეთ, ვისაც არ უნდა მოусმინოთ, ან წაიკითხოთ, იქნება ეს ჯო დისპენზა, ჯონ კეხო, სტივენ კოვი, სხვადასხვა სპიკერი, რომლებიც ძირითადად საუბრობენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა მიზნებს მიაღწიოს, როგორ შეიძლება სასურველ მდგომარეობას მიაღწიოს და ყველა მათი კონცეფცია პრინციპში დაფუძნებულია ერთ ძალიან მნიშვნელოვან წყაროზე. ეს წყარო გახლავთ არამეული ტექსტი ბიბლიიდან, კონკრეტულად ახალი აღთქმიდან, მარკოზის სახარება მე-11 თავი 24 სტრიქონი, რომელიც ჟღერს ასე. გწამდეთ, რომ რასაც ლოცვაში ითხოვთ, უკვე მიიღეთ და მოგეცემათ. საქმე ის გახლავთ, რომ სინოდალურ თარგმანებში სიტყვა მიიღებთ ვერ ნახავთ. ნახავთ სიტყვას მიიღებთ, ანუ მომავალ დროში. და მიიღეთ წარსულ დროში ძირითადად ასეთ თარგმანებში არ გვხდება. ოღონდ საქმე იმაში გახლავთ, რომ ბიბლია დაიწერა არამეულ ენაზე, იესო ქრისტეც საუბრობდა არამეულ ენაზე და ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. შემდეგ ბიბლია დაიწერა უკვე ითარგმნა უფრო სწორედ ბერძნულად და ბერძნულშიც გვაქვს ეს სიტყვა გწამდეთ, რომ უკვე მიიღეთ. ილაიბეთ. აი არამეულ ტექსტში გადმოცემულია ეს სიტყვა შემდეგნაირად ქაბელთუნ, რაც ნიშნავს, რომ უკვე გაქვთ, უკვე მიიღეთ. ანუ ამდენი ვისაუბრე მხოლოდ იმისთვის, რომ მეჩვენებინა თქვენთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი გასაღები გვაქვს ცხვირწინ, ჩვენი სასურველის მისაღწევად, ჩვენი მიზნების განსახორციელებლად, ეს გამოიხატება ერთ ფრაზაში. გწამდეთ, რომ რასაც ლოცვაში მოითხოვთ, უკვე მიიღეთ და მოგეცემათ. მე მესმის რასაკვირველია, რომ ყველა ადამიანი არ გახლავთ მორწმუნე, ან და არის სხვადასხვა მრწამსის მაღიარებელი. ამ შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ ზუსტად მსგავსი პარალელური ფრაზები არსებობს ყურანშიც, არსებობს ინდუიზმში, არსებობს ბუდიზმში, არსებობს ბაჰაიში და საერთოდ არსებობს თითქმის ყველა წმინდა წიგნში, რომელიც დედამიწაზე ამ დროისათვის მოიპოვება. ასე რომ აი თქვენ ეფექტიანი გასაღები შეგიძლიათ ეს გამოიყენოთ და თუ და გაინტერესებთ კონკრეტულად როგორ უნდა გამოიყენოთ, კომენტარებში მომწერეთ და შემდეგ ვიდეოში აგიხსნით. ასევე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც გამოიწერა ჩემი არხი, ვინც მოიწონა ჩემი ვიდეოები და მინდა შეგატყობინოთ, რომ უახლოეს ხანებში შემოგთავაზებთ ტაროს ერთ-ერთი დასტით,
გაშლას თუ რა გველოდება დეკემბერში. უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ყველას. დიდი მადლობა და ბედნიერებას გისურვებთ.